ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. ისევ საღამომშვიდობისას გეუბნებათ კატო და ისევ შოუ ბიზნესურ სიახლეებს გაგაცნობთ. ნახოთ თუ რითი იყო საინტერესო 6 დეკემბერი ქართული და უცხოური შოუ ბიზნესისთვის. თაკო გაჩეჩილაძე მინტრო სტუდიაში ახალ სიმღერაზე დაიწყო მუშაობა. სიმღერა, რომლის სახელწოდება ჯერჯერობით არ მოუფიქრებიათ, ინტრომ დაუწერა მას. თაკო სულ მალე ახალ ალბომსაც გამოუშვებს. რატო არ მინდა? Τώρα შემოახმარე აქ ბასი რო ჩართო მიკროფონი ვიდეო. დაბოსიელი. შევარ ჩართე. გაიგო. მე ვიკრებით მხოლოდ შენთან ვარ. ყველაფერი დავიწყო თავიდან. მე ხომ მხოლოდ შენთან მინდა. შენს გარშემო მე ხომ მხოლოდ შენთან მინდა. შენს გარშემო აბაფერ შევდები ცხოვრებას. ყოველ დღე შენ რომ ხედავდე. უშენოდ მე აღარ მიხარია. მე ნატრები ძიე. მე ნატრები ისე. უსასრულო ბამდე. ტექსტი ეკუთვნის მაია დარსმელიძეს, არანჟირება ბიჭებმა გააკეთეს და წერი მისთვის რომ ვაღირსო ოდესღაც ალბომი, იმიტომ რომ რაღაცა ძალიან გამეწელა ხან ამათ ვიყავი, ხან ქალაქში არ ვიყავი, ხან რაღაცა მოხდა, ამათ ბიჭებს სტუდია დაეწვათ და მოკლედ ძალიან გამეწელა და ეხლა ვაგროვებ სიმღერას, რომ ესე იგი მოუყარო თავი და გავაკეთო, გამოუშვა ალბომი. რიტმი ცოტა. ნელია, ხო? ხო. შეფერდობი. ალბომში მინდა რომ შევიდეს ახლა ეს როგორც წესი 10-11 სიმღერა მაინც უნდა იყოს და ალბათ მეც ესე წესებს არ დავარღვევ შევაგროვებ. რაღაც ადგილებში ვფიქრობ რომ კრენი უნდა ჩავაგდოთ, თორე ძალიან ესეთია. მე ვფიქრობ რომ ეს ინტრო სიმღერა ძალიან ლამაზი სიმღერაა და რავი არჩევანი გავაკეთეთ ჯერჯერობით ამაზე. შენ გარეშე აბაფერ შევდები ცხოვრებას. არჯობია თუ ესე ვიყიო. შეიძლება, მაგრამ ხმაზე რო გადმოხვიდე ისო. ნაბობცადო. ამა მე. გარეშე აბაფერ შევდები ცხოვრებას. ყოველ დღე შენ რომ ხედავდე. უშენოდ მე აღარ მიხარია. მე ნატრები ძიე. მე ნატრები ისე. უსასრულო ბამდე. სიმღერა მომწონს, მაგრამ ეხა კარგად უნდა ჩავწერო, რომ კარგი გამოვიდეს, იქნებ ჰიტიც გახდეს, ალბათ იმედი მაქვს. ყველაფერი დავიწყო თავიდან, მე ხომ მხოლოდ შენთან მინდა. ის რომ საქართველოში ასეთ პირობებში ქართველი ხელოვანები არ ვიწყებენ თავიანთ პროფესიას და ცდილობენ ძალიან საინტერესო ნამუშევრების შემოგთავაზონ და გაგულამაზონ ცხოვრება, მე მგონი უყურადღება არ უნდა დავტოვოთ. ძალიან საინტერესო გამოფენა გაიხსნა გალერეა ფაგეში, რომელსაც რა თქმა უნდა ინფორმატორის დაესწრო. ჩემთვის ეს ყველაფერი არის მთელი სამყარო. უსასრულო. რაც შეეხება სამკაულებს, ყველაფერი ერთი მთლიანობა ჩემთვის სინთეზი არის სამკაულის და ქსოვილის. რუსთავის თეატრის მსახიობები მოვიწვიეთ, გოგონები, ნინო თარხანმოვარავი, ნანა შონია და ეკა მინდიაშვილი. თხოვეთ, წარმოეჩინოთ ჩემი სამკაული, რაღაცა ესეთ თეატრალიზებული სანახაობა გავაკეთეთ და ნახავთ ყველაფერს.
მას შეუძლია უბრალო აი რაღაცა შუშის სილამაზე ისე წარმოაჩინოს და ისეთ გარემოში ჩასვას ის რომ გამოვიდეს არაჩვეულებრივ ძვირფასი რამ. ჩემთვის ეს უფრო დიდ ფასეულობას წარმოადგენს, ვიდრე რაღაცა ძვირფასი ბრილიანტი იქნება თუ რაღაც. ქარვასლას საგამოფენო დარბაზში გაიხსნა თანამედროვე ბელგიური ფოტოგრაფიის გამოფენა. დღევანდელი გამოფენა არის მეორე ნიდერლანდური ფლანდრიული ქართული კულტურის ფესტივალის ნაწილი. მე ვცდილობ მაინც ვინაიდან ფესტივალი არის, რომ სხვადასხვა კუთხიდან იყოს აჩვენებული რანაირი კულტურა არის ფლანდრიაში, ნიდერლანდებში და რა თქმა უნდა საქართველოშიც. Van literatuur en door vertalingen wordt dat op deze wijze zichtbaar. მაგრამ პოლიტიკის გარდა ხალხმაც უნდა გაიგოს, რომ საქართველო ძალიან კულტურული ქვეყანა არის, რომ მდიდრული ლიტერატურა აქვთ და რომ ღირს ნამდვილად ამისი წაკითხვა. კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ელენე და ივანე ქობულაშვილებმა კონცერტი გამართეს. მათი საშემსრულებლო ტალანტი ასაკის და მიუხედავად საქართველოს საზღვრებს გარეთაც აღიარეს. მე და ჩემი დასის ერთად მრავალი კონცერტი ჩაგვიტარებია სოლო. ახლა კიდევ ერთ სოლო კონცერტს ვატარებთ და რავი ძალიან კარგ განწყობაზე ვარ და ძალიან გვიხარია. გერმანიაში მიგვიწევს ფესტივალზე, იყო ჩამოსული ბავშვები და რა ვიცი დაუკარით საკმაოდ წარმატებები ჰქონდა. ნუ აკომპანიმენტსაც ჩემი დამიწევდა და თავის სოლო პროგრამას დაუკრა. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.